რით არის ცნობილი 1846 წელი. შეიძლება ითქვას, რომ ამ წელს დიდი ცვლილებები ან რაიმე გლობალური გარღვევები არ ყოფილა. თუმცა კაცობრიობის ისტორიაში მან მაინც წარუშლელი კვალი დატოვა. მაგალითად, ამ წელს დაიწყო ომი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის. ამ წელს აღმოაჩინეს პლანეტა ნეპტუნი. ქვეყანას მოევლინა ცნობილი იუველირი კარლ ფაბერჟე. კიდევ ის ვიცით, რომ ბელგიელმა მუსიკოსმა ადოლფ საქსმა გამოიგონა საქსოფონი. ასევე ცნობილია, რომ 1846 წელს შეიქმნა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები. გაყიდვაში პირველად გამოვიდა გაზეთი კავკაზი. თუმცა 1846 წელი ჩვენთვის მხოლოდ ამ ფაქტებით არ შემოიფარგლება. სწორედ ამ წელს, 1846 წელს დაიბადა პირველი ქართველი ფოტოგრაფი ალექსანდრე როინაშვილი და ქართული ფოტომატიანის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი დიმიტრი ერმაკოვი. ალექსანდრე როინაშვილი 1846 წლის 11 მაისს დუშეთში დაიბადა. 14 წლის ალექსანდრე თბილისში ჩამოვიდა და მხატვარ ფოტოგრაფ ალექსანდრე ხლამოვს შეგირდად მიებარა. ხლამოვს საკუთარი ფოტოსახელოსნო ჰქონდა და სწორედ მასთან შეისწავლა როინაშვილმა მხატვრობისა და ფოტოგრაფიის ხელოვნება. როინაშვილისგან განსხვავებით, დიმიტრი ერმაკოვი საქართველოს ფარგლებს გარეთ დაიბადა. მამამისი, იტალიელი არქიტექტორი ლუდოვიკო კამბიაჯო, გრაფ მიხეილ ვორონცოვთან მუშაობდა. მე-19 საუკუნის 40-იან წლებში, როდესაც გრაფი კავკასიის მეფის ნაცვლად დანიშნეს, მასთან ერთად ჩვენს რეგიონში კამბიაჯო ჩამოვიდა. ერმაკოვი კამბიაჯოს უკანონო შვილად ითვლებოდა. სავარაუდოდ იგი ნახიჩევანში დაიბადა. დედამისი კი მოლაკნელი გლეხის ქალი იყო. ცოტა ხანში კამბიაჯო ვორონცოვმა სამუშაოდ თბილისში გადაიყვანა და თან დიმიტრიც წაიყვანა. 1860-იან წლებში ერმაკოვმა დუშეთის სამხედრო ტოპოგრაფების სასწავლებლის კურსი გაიარა და სამხედრო ტოპოგრაფიის სპეციალობა მიენიჭა. დიდი ალბათობით, სწორედ ამ სასწავლებელში ჩამოყალიბდა იგი როგორც ფოტოგრაფი. საზოგადოების ნაწილი ალექსანდრე როინაშვილსა და დიმიტრი ერმაკოვს მხოლოდ ძველი ფოტოებით და სტუდიური პორტრეტებით იცნობს. თუმცა მათი შემოქმედება გაცილებით მრავალფეროვანია. როგორც როინაშვილი, ასევე ერმაკოვი ძალიან ბევრს მოგზაურობდნენ. მათი კამერა იღებდა ჩრდილოეთ კავკასიას, შუა აზიას, სპარსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ყირიმსა და ოსმალეთს. დეტალურად აღბეჭდავდნენ საქართველოს კუთხეებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, პეიზაჟებს, საქართველოს სამხედრო გზას. ეთნოგრაფებისთვის ერმაკოვისა და როინაშვილის არქივი ნამდვილი საგანძურია. აქ შეხვდებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეების წარმომადგენლებს, დაღესტნელებს, ინგუშებს, ოსებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს, ეროვნულ სამოში გამოწყობილ ქალებსა და მამაკაცებს. როინაშვილისა და ერმაკოვის კამერამ აღბეჭდა ყველა ის ცვლილება, რომელიც თბილისმა მე-19 საუკუნის მიწურულს განიცადა. გოლოვინის გამზირი. ასეთი სათაური აქვს ამ ფოტოს. გამზირის შუა ნაწილში კონკა მოძრაობს. სიცხისაგან თავის დასაცავად ქალს ქოლგა გაუშლია და ურმის გავლას ელოდება, რომ გამზირის მეორე მხარეს გადავიდეს. ფოტოზე მოჩანს ქვაფენილის დასაგებად მიზიდული ქვები, რომელიც გზის პირას დაუყრიათ. ეს ფოტო მე-19 საუკუნის მიწურულით თარიღდება. თუმცა მის გადაღებამდე ცოტა ხნით ადრე თბილისის ცენტრალური გამზირი სულ სხვანაირად გამოიყურებოდა.
ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში თბილისის მთავარი გამზირი, რომელსაც ახლა რუსთაველი ჰქვია, მოუწყობელი, მცირედ განაშენიანებული და ხრეოკი ადგილი იყო. მას სახელიც კი არ ჰქონდა და ხალხი უბრალოდ რუსეთისკენ მიმავალ გზას ეძახდა. გამზირის სიგრძე დაახლოებით 1 კილომეტრი იყო. ის მთავარ მართებლის სასახლის სიახლოვეს იწყებოდა და გრძელდებოდა მოსკოვის საგუშაგომდე, რომელიც დღევანდელი ვერის დაღმართის მიდამოებში იყო მოწყობილი. ეს გზა იყო უბრალოდ დატკეპნილი მიწა, სადაც ურმები და ეტლები დადიოდნენ. წვიმის დროს აქაურობა ისეთ ალახდებოდა, რომ ადამიანს მეორე მხარეს გადასვლა უჭირდა. ცხადი იყო, რომ მთავარ მართებლის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას ასე სავალალო მდგომარეობაში დიდხანს არ დატოვებდნენ. ამ ადგილების მოწყობას მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან შეუდგნენ. დაიწყო გამზირის მოპირკეთება და გამწვანება. ჩატარდა შესაბამისი ტოპოგრაფიული სამუშაოები. რეზიდენციის სიახლოვეს ნელ-ნელა სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობები გაჩნდა. საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთები აქ განსაკუთრებული ნებართით გაიცემ. ხელისუფლების სიახლოვეს ცხოვრების უფლებას წარჩინებულ თავადებს, უმაღლესი რანგის სამხედროებს, დიდარ მეწარმეებსა და გამორჩეულ ჩინოვნიკებს აძლევს. უფრო მეტად გამზირის ის მხარე ფასობდა, სადაც მეფის ნაცვლის სასახლე იდგა. მოპირდაპირე მხარე კი რატომღაც ნაკლებად პრესტიჟულად ითვლებოდა და ის სივრცე ძირითადად კომერციულ და სხვადასხვა ადმინისტრაციული დანიშნულების შენობებს ეკავათ. 50-იან წლებში გამზირს ერთ-ერთი მთავარ მართებლის ევგენი გოლოვინის სახელი უწოდეს. სწორედ აქ იყო თავმოყრილი კავკასიაში რუსეთის ბატონობის სიმბოლოები. გოლოვინის გამზირზე მოხვედრილ ადამიანს თვალნათლი უნდა დაენახა, რომ ეს რეგიონი რუსეთის იმპერიამ დაიწყო. ძლიერების მთავარ სიმბოლოს, რა თქმა უნდა, მთავარ მართებლის სასახლე წარმოადგენდა, რომელიც გამზირის დასაწყისში იდგა. ეს იყო ძალაუფლების ცენტრი და ქალაქის ელიტის შეხვედრის ადგილი. კავკასიის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ამ სასახლეში წყდებოდა. აქედან იმართებოდა მთელი რეგიონი. აქ ეწყობოდა მდიდრული საღამოები და მეჯლისები. რუსი მმართველების რეზიდენციამ პირველი სერიოზული რეკონსტრუქცია მე-19 საუკუნის შუა წლებში მეფის ნაცვალ მიხეილ ვორონცოვის დროს განიცადა. ძველი შენობა საფუძვლიანად გადააკეთეს. შედეგად თბილისმა მიიღო კლასიციზმის სტილში გადაწყვეტილი სასახლე, რომელსაც თეთრი კოლონები და ანტიკური ქანდაკებები ამშვენებდა. ამავე პერიოდში მოაწყვეს სასახლის უკანა ეზოს ბაღიც. 1862 წელს სასახლე კიდევ ერთხელ გადააკეთეს. კავკასიის მეფის ნაცვლის დიდი მთავრის მიხეილ რომანოვის ინიციატივით შენობა გაადიდეს და მისი ფასადი რენესანსული ელემენტებით გაამდიდრეს. გაქრა ძველი კოლონები, მოხსნეს ანტიკური ქანდაკებები. რეკონსტრუქცია 1869 წელს დასრულდა და სასახლემ საბოლოოდ ის სახე მიიღო, რომელიც მას დღეს აქვს. იმპერიული დატვირთვა ჰქონდა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ სამხედრო ტაძარსაც, რომელიც სასახლის გვერდზე იდგა. (1859) წელს რუსებმა კავკასიური ომის დროს დაღესტნის სოფელ ღუნიბში კავკასიელთა წინააღმდეგობის მეთაური იმამი შამილი დაატყვევეს. იმპერიისთვის ეს დიდი გამარჯვება იყო. ამ გამარჯვების აღსანიშნავად
მეფის ნაცვლის სასახლის გვერდით მდებარე მოედანს სოფელ ღუნიბის სახელი დაერქვა. ამავე მოედანზე აშენდა სამხედრო ტაძარი, რომელიც კავკასიის საბოლოო დამორჩილების სიმბოლოდ გადაიქცა. რუსული სამხედრო ტაძარი 1897 წელს აკურთხეს. სიმაღლეში ის 30 მეტრს აღწევდა და ერთდროულად 2000-მდე მლოცველის მიღება შეეძლო. მის კედლებზე დამაგრებულ მარმარილოს დაფებზე კავკასიის ომში მონაწილე ყველა სამხედრო ნაწილის დასახელება იყო ამოტვიფრული. ტაძარში, რომელსაც მოსახლეობა სობოროს ეძახდა, წირვა, ლოცვა და სხვა რიტუალი მხოლოდ რუსულ ენაზე სრულდებოდა. აქ ეწყობოდა ქალაქის გარნიზონის სამხედრო აღლუმები. ტაძრის ეზოში გრძალავდნენ გამოჩენილ და წარჩინებულ რუს სამხედროებს. ეს იყო უშველებელი რუსული სამხედრო ტაძარი, რომელსაც თავისი ზომით, შინაარსით და მედიდური ფორმებით გამზირის მეორე მხარეს მდებარე ქაშვეთის ეკლესია უნდა დაეჭრა. გოლოვინის გამზირზე კავკასიაში რუსეთის სიძლიერის კიდევ ერთი სიმბოლო დიდების ტაძარი იდგა. ამჟამად ეს შენობა საქართველოს ეროვნულ გალერეას უკავია. ეს იყო სამხედრო ისტორიული მუზეუმი, რომელსაც კავკასიის ომებში რუსეთის არმიის ძლევა-მოსილება უნდა წარმოეჩინა. მუზეუმის მშენებლობა რუსეთის ხელისუფლებამ 1867-1878 წლებში ოსმალეთთან ომში გამარჯვების შემდეგ გადაწყვიტა. ერთსართულიანი მუზეუმის ფასადზე მიკრული იყო ლითონის 10 დაფა, რომელიც მოქალაქეებს კავკასიაში რუსეთის მნიშვნელოვანი გამარჯვებების შესახებ მოუთხრობდა. შენობის გარშემო კი სხვადასხვა ომებიდან ალაფად წამოღებული 38 ზარბაზანი იდგა. ექსპონატების სახით მუზეუმში თავმოყრილი იყო ბრძოლებში მოპოვებული სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობა და მოწინააღმდეგეთა დროშები. მაგალითად, აქ ინახებოდა იმამ შამილის გატეხილი ხმალი და ჩრდილო კავკასიელთა წინამძღოლის ჰაჯი მურადის მუზარადი. მოკლე დროში გოლოვინის გამზირი ქალაქის ცენტრალურ ქუჩად გადაიქცა. ძველი მეიდნის ნაცვლად, სწორედ ეს მხარე გახდა ქალაქის მთავარი სატრანსპორტო არტერია. ამ ფართო გამზირზე იმ ხანაში არსებულ ყველა სახის ტრანსპორტს შეხვდებოდით. ურემში შებმული ხარები, საპალნე აკიდებული სახედრები, მოკეიფე დარდიმანდებით სავსე თავახტილი ფაეტონები, დიდრული ეტლები. საუკუნის მიწურულს გოლოვინზე გამოჩნდა ცხენის რკინიგზა, კონკა. შემდეგ კი ელექტროზე მომუშავი საოცრება, ტრამვაი. თუმცა, მოდით ყველაფერს თან მივდევრობით მივყვეთ. ძველ თბილისში ურმის, ცხენისა და ჯორის გარდა სხვა სახმელეთო ტრანსპორტი არ არსებობდა. ტვირთს ურემში შებმული ხარებით ეზიდებოდნენ, ხოლო სამგზავროდ ცხენს ან ჯორს იყენებდნენ. მართალია თბილისში აკლემების ქარავნებსაც შეხვდებოდით, მაგრამ აკლემი ქართველების ტრანსპორტი არ იყო და მას ძირითადად აზიური ქვეყნებიდან ჩამოსული ვაჭრები იყენებდნენ. მე-19 საუკუნის დასაწყისში მოქალაქეებმა ქუჩაში პირველი ევროპული ტრანსპორტი ეტლი იხილეს. ეს ნამდვილი გარღვევა იყო. ტრანსპორტი, რომელიც ურემთან შედარებით გაცილებით კომფორტულად და რაც მთავარია, უფრო სწრაფად გადაადგილდებოდა. თბილისში პირველი ეტლი რუსეთის სამეფო კარზე წარგზავნილ ქართლ-კახეთის ელჩს გარსევან ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა. 20-იან წლებში ქუჩებში უკვე დახურული ეტლიც გამოჩნდა, რომელსაც ფარდა ჩამოშვებული სარკმელი ჰქონდა, ხოლო მის კოფოზე
გრძელი შოლტით მეეტლე იჯდა. სულ მალე თბილისმა ფაეტონის და დილიჟანსიც გაიცნო. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და ქალაქს წინ ნამდვილი სატრანსპორტო რევოლუცია ელოდა. 1883 წელს თბილისში ცხენის რკინიგზა, ანუ იგივე კონკა ამუშავდა. კონკა პირველი შიდა საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო. ღია ვაგონი, სადაც გამწევ ძალად ცხენებს იყენებდნენ. ის მხოლოდ ერთ ხაზზე მოძრაობდა და ერთდროულად 20 მგზავრეს გადაყვანა შეეძლო. სამგზავრო სკამების საზურგეები მოძრავი იყო და საითაც წავიდოდა კონკა, სკამების საზურგეებიც იმ მიმართულებით ტრიალდებოდა. დაღმართზე კონკის გაჩერება არ შეიძლებოდა, რადგან დამუხრუჭებას შესაძლოა ვაგონის ამოყირავება მოჰყოლოდა. აღმართში ასასვლელად კონკას დამატებით კიდევ ერთ ცხენს უბავდნენ და გაჩერება ამ დროსაც იგრძელებოდა. კონკის ხაზს საერთო ჯამში 120 ცხენი და 30 ვაგონი ემსახურებოდა. გზავრობის საფასური კი 3-დან 5 კაპიკამდე მერყეობდა. პირველი მარშრუტი მიხეილის, ამჟამინდელი აღმაშენებლის გამზირზე გადიოდა. ეს ხაზი იწყებოდა ვორონცოვის მოედნიდან, რომელიც დღეს ზაარბრუკენის სახელს ატარებს. გაივლიდა მიხეილის გამზირს, მიდიოდა მუშტეიდის ბაღთან და შემდეგ რკინიგზის ვокзალთან სრულდებოდა. მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 2,5 კილომეტრი იყო. თბილისისთვის კონკა საოცარი სიახლე იყო. ახალ ტრანსპორტში ჩაჯდომა ყველას უნდოდა. როგორც იმ დროის გაზეთებში წერდნენ, თბილისელები კონკაში სამგზავროდ მთელი ოჯახობით მიდიოდნენ და 5-6 რეის ისე გადიოდნენ, რომ ვაგონიდან საერთოდ არ ჩამოდიოდნენ. ეს იყო ახალი ეპოქის ტრანსპორტი. ინდუსტრიალიზაციის ნაყოფი, რომელიც იმ ხანის უახლოესი ტექნოლოგიის გამოყენებით დაინერგა. კონკის სამოძრაოდ მთელ მარშრუტზე დააგეს ლიანდაგები, რაც იმ ხანის თბილისისთვის უცხო სანახავი იყო. კონკა 1904 წლამდე მოქმედებდა. შემდეგ კი ის უკვე ელექტროტრამვაიმ შეცვალა. კონკის მფლობელი ბელგიური სააქციო საზოგადოება იყო. მასვე ეკუთვნოდა თბილისში კიდევ ერთი უახლესი სატრანსპორტო პროექტი ფუნიკულორი. საქმე იმაშია, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისის მმართველობაში ქალაქის ახალი უბნის მოწყობის მოსაზრება გაჩნდა. ეს უბანი მთაწმინდის პლატოზე უნდა აეშენებინათ. თავარი იდეა ალბათ მაინც ის იყო, რომ ქალაქი არა მხოლოდ მტკვრის გაყოლებაზე განვითარებულიყო, არამედ ზრდა სხვა მიმართულებითაც დაეწყო. თბილისის მმართველებმა მთაწმინდის პლატო ამ საქმისთვის შესანიშნავ ადგილად მიიჩნიეს. ყველაზე დიდ პრობლემას ახალი უბნის თბილისთან დაკავშირება წარმოადგენდა. ქალაქის მმართველებმა ამ საკითხის მოგვარების საუკეთესო საშუალებად ბელგიელი ინჟინერის ალფონს რობის წინადადება მიიჩნიეს. რობის აზრით, მთაწმინდის პლატო ქალაქს ფუნიკულორის, ანუ სამთო საბაგირო რკინიგზის მეშვეობით უნდა დაკავშირებოდა. ფუნიკულორის მშენებლობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 1905 წლის 27 მარტს სამთო საბაგირო რკინიგზა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ნიკო ფიროსმანმა მას ნახატიც კი მიუძღვნა. გზავრობის ღირებულება 5-დან 15 კაპიკამდე მერყეობდა. 5 წლამდე ბავშვებს, პოსტალიონებს, აგრეთვე პოლიციელებსა და ჟანდარმებს ფუნიკულორის სარგებლობა უფასოდ შეეძლო. ფუნიკულორი ამუშავდა, მაგრამ კონკისგან განსხვავებით, თბილისელები მის მიმართ უნდობლობას იჩენდნენ და ვაგონში ჩაჯდომას ერიდებოდნენ. ბელგიური კომპანია მოქალაქეებს თავდაპირველად ფულსაც კი უხდიდა, რომ მათ გზავრობა გაებედათ. ფუნიკულორი კი აშენდა, მაგრამ მთაწმინდის პლატოზე ქალაქის ახალი უბნის მშენებლობა ვერ მოხერხდა. კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც თბილისი მე-19 საუკუნეში ეზიარა,
სასტუმრო იყო. ძველ დროში თბილისში სასტუმროს ვერ ნახავდით. შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ამის საჭიროებაც არ იყო. საქართველო აგრარული ქვეყანა იყო და მოსახლეობის უმრავლესობა სოფელში ცხოვრობდა. ქალაქში საქმე დიდად არ ჰქონდა და ამიტომ თბილისში იშვიათად, მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში თუ ჩადიოდა. მაგალითად, გლეხების უმეტესობა საკუთარ სოფელს საერთოდ არ იყო გაცილებული. თავადაზნაურთა დიდი ნაწილი კი თავის მამულს წელიწადში 1-2 ჯერ თუ ტოვებდა. თუ ვინმე თბილისში მიდიოდა, თადარიგს წინასწარ იჭერდა და ნათესავთან ან მეგობართან რჩებოდა. იმ ხანის თბილისის სტუმრები ძირითადად უცხოელი მოგზაურები ან ვაჭრები იყვნენ, რომლებიც ღამის გასათევად ქარვასლას იყენებდნენ. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა, ჩვენს ქვეყანაში რუსეთიდან და ევროპიდან ჩამოსული უცხოელების რიცხვმა იმატა. მათ ქალაქში არც ნაცნობები ჰყავდათ და არც ნათესავები. სწორედ ამ დროს გაჩნდა თბილისში პირველი სასტუმრო, რომელიც ნაპოლეონის არმიის ყოფილ ჯარისკაცს ეკუთვნოდა. ამ ჯარისკაცის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი პროვანსიდან იყო და სახელად ჟან პოლი ერქვა. 1812 წელს რუსეთში ნაპოლეონის ლაშქრობის დროს ჟან პოლი ტყვედ ჩავარდა და ომის დამთავრების შემდეგ საფრანგეთში აღარ დაბრუნებულა. ამბობენ, რომ თბილისში ვიღაც რუს გენერალს ჩამოხვა და შემდეგ აქ სამუდამოდ დარჩა. 1818 წელს ძველ თბილისში, კერძოდ კი ზემო კალას უბანში, იქ სადაც ახლა ალექსანდრე დიუმას ქუჩაა, ჟან პოლმა ტრაქტირი გახსნა. ეს იყო რესტორანი, რომელსაც გასაქირავებელი ოთახებიც ჰქონდა. თითქმის ყველა უცხოელი, ვინც თბილისში ჩამოდიოდა, მისი სტუმარი იყო. ჟან პოლის ტრაქტირში ცხოვრობდა მაგალითად რუსი მწერალი და დრამატურგი ალექსანდრე გრიბოედოვი, ფრანგი ნატურალისტი შარლ ბელანჟე და ბევრი სხვა. სულ ცოტა ხანში ქალაქში გაჩნდა მეორე სასტუმროც, რომელიც გერმანელ კოლონისტს თეოდორ ზალცმანს ეკუთვნოდა. ეს სასტუმრო იდგა რიყის ტერიტორიაზე, სადაც გერმანელები სახლობდნენ. მისი სტუმრებით შესაბამისად თბილისში ჩამოსული გერმანელები იყვნენ. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან თბილისში ზედიზედ რამდენიმე ახალი სასტუმრო გაიხსნა და ამის შემდეგ მათი რიცხვი მხოლოდ მატულობდა. ეს ყოველივე მრეწველობის განვითარებამ და ქვეყანაში ჩამოსული უცხოელების რიცხვის მატებამ გამოიწვია. თბილისი ამიერკავკასიის ცენტრი იყო. ამიტომ ჩვენ რეგიონში საქმის წარმოებით დაინტერესებული უცხოელები პირველ რიგში აქ ჩამოდიოდნენ. ქალაქში გაიხსნა უამრავი საწარმო და მაღაზია, გაიზარდა თბილისის მოსახლეობა. შესაბამისად მომრავლდა სასტუმროებიც, რომელთა უმეტესობაც მეფის ნაცვლის სასახლის მახლობლად იხსნებოდა. 1858 წელს პასკევიჩ ერევანსკის მოედანზე სასტუმრო კავკაზი გაიხსნა. დღეს მის ადგილას სასტუმრო ქორთიართ მერიოტი დგას. სასტუმროს რესტორანი იმ დროის მაღალი საზოგადოების შეკრების ადგილად ითვლებოდა. მაგალითად, თბილისში ყოფნის დროს აქ სადილობდა დიდი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა. სასტუმროს პირველი სართული კი დიმიტრი ერმაკოვის ფოტოსალონს ეკავა. კოლოვინის გამზირზე მეფის ნაცვლის სასახლის პირდაპირ იყო სასტუმრო ორიანტი, რომელიც რუსეთის იმპერიის 5 საუკეთესო სასტუმროს რიცხვში შედიოდა. მის სიახლოვეს მდებარეობდა სასტუმრო მაჟესტიკი. მიხეილის გამზირზე, რომელიც დღეს დავით აღმაშენებლის სახელს ატარებს, მე-19 საუკუნის მიწურულს აშენდა სასტუმრო ვეტცელი. სასტუმრო გერმანელ კოლონისტს, თბილისის მეორე გილდიის ვაჭარს ფრიდრიხ ვეტცელს ეკუთვნოდა. ეს იყო ბაროკოს სტილის სამსართულიანი შენობა, რომელსაც ჰქონდა ლიფტი, საბილიარდე, კეგელბანი, 2 რესტორანი და საკუთარი თეატრი. ფოტოგრაფების ობიექტივში კი ყველაზე ხშირად ხვდებოდა მტკვრის სანაპიროზე მდებარე 2 სასტუმრო, რომლებიც ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგა. 1875 წელს მადათოვის ქუჩაზე, რომელიც ახლა ათონელის სახელს ატარებს, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმრო ლონდონი გაიხსნა. ეს იყო მეცენატ ალექსანდრე ზუბალაშვილის ხარჯითა და არქიტექტორ ოტო სიმონსონის პროექტით აგებული კლასიცისტური სტილის შენობა.
სასტუმროში 28 ნომერი იყო. ოთახის ფასი 1-დან 10 მანეთამდე მერყეობდა. მე-19 საუკუნის მიწურულს უცხოელი მოგზაურების უმეტესობა თავის არჩევანს სწორედ ლონდონზე აკეთებდა. მაგალითად, ამ სასტუმროში ცხოვრობდა ნორვეგიელი ნობელიანტი მწერალი კნუტ ჰამსუნი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი კერზონი, რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი, ამერიკელი გენერალი უილიამ შერმანი. ლონდონის მოპირდაპირე მხარეს იდგა კიდევ ერთი ცნობილი სასტუმრო გრანდ ოტელი, რომელიც 1891 წელს გახსნეს. ეს სასტუმრო იმით არის ცნობილი, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში აქ გახმაურებული მკვლელობა მოხდა. 1901 წლის 23 მაისს სასტუმროში სროლის ხმა გაისმა. პერსონალმა პოლიცია გამოიძახა. როდესაც ერთ-ერთი ნომრის კარი შეამტვრიეს, იქ ქალის გვამი აღმოაჩინეს, რომელიც თავში ტყუის გასროლით იყო მოკლული. გარდაცვლილი ნორვეგიელი მწერალი და პიანისტი დაგნი იუელი აღმოჩნდა. დაგნი იყო მხატვარ ედვარდ მუნკის მუზა. მას ასევე ახლო ურთიერთობა ჰქონდა მწერალ კნუტ ჰამსუნთან. 1893 წელს იგი პოლონური მოდერნიზმის ფუძემდებელს, მწერალ სტანისლავ შიბიშევსკის გაჰყვა ცოლად, თუმცა მათი ურთიერთობა არ აეწყო. 1901 წელს დაგნი თბილისში მეუღლის გარეშე 6 წლის შვილთან ერთად ჩამოვიდა და ამ სასტუმროში, გრანდ ოტელში დასახლდა. აქ მას ძველი ნაცნობი, პოლონელი მემამულე ვლადისლავ ემერიკი ელოდა. ემერიკის მამა ჭიათურაში მანგანუმის საბადოებს ფლობდა. ამიტომ მისი ვაჟი საქართველოს ხშირად სტუმრობდა. სწორედ ემერიკმა მოკლა დაგნი რევოლვერიდან. მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ეჭვიანობა იყო. მეორე დღეს მკვდარი იპოვეს ემერიკიც, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.